წარენციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 12 კილომეტრში, სადღაც აქ, ჭანისწყლის ორი სათავის შესაყართან 1953 წლამდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძველი კოშკის, გეთორის ქვედა ნაწილი. იგი კარიბჭეს წარმოადგენდა და საავტომობილო გზა სწორედ მასში გადიოდა. გზის გაფართოების დროს კოშკის ნაშთი მთლიანად დაუნგრევიათ. აქედან იწყება სქურის ორი ვიწრო ხეობა, რომელიც თარზენისა და ბოგაშის ქედებითაა შემორკალული და ჩაკეტილი. სქურის ხეობის დასავლეთ მონაკვეთში, აბანოსხევის მარცხენა ნაპირზე, გამოედინება ცნობილი წყარო, რომლის სამკურნალო თვისებების გამო აქ მცირე სანატორიუმიც მუშაობდა. დღეს ეს წყალი თითქმის სრულიად მივიწყებულია. ეს სქურის ცნობილი წყალია, სამკურნალო წყალი. მაგრამ როგორც სოფელ სქურში მცხოვრებმა ინდიგო კვარაცხელიამ გითხრა, მას გარკვეულწილად დაკარგული აქვს თავისი თვისებები. როგორც ის ამბობს, ორი წყარო მოდიოდა, ორი სათავე იყო აქ. ერთითო ლობიოსო შემდგამდითო წყალი იხარშებოდა ლობიოსი და მეორე არ იხარშებოდაო. ესე იგი, რომელიც წყალიც არ ხარშავდა ლობიოს, ის იყო თურმე ნამდვილი წყალი. მაგრამ იმის შემდეგ შევუერთებიათ ეს ორივე სათავე და ეხლა ერთად მოდის ორივე და ის თვისებები ნამდვილად მე მგონი აღარ აქვს. უფრო საინტერესოა მოგზაურთათვის ხეობის აღმოსავლეთი მონაკვეთი, სადაც წისქვილის წყალი ჩამოედინება. მცირე გზაგასაყარიდან დაახლოებით კილომეტრი ნახევარში, კვარაცხელიებით დასახლებულ 20 კომლიან სოფელში საკმაოდ დიდი ტაძრის ნანგრევებს წავაწყდებათ. მის ზევით კი სამოთხის მსგავს მონასტერსაც ვნახავ. მოდით ახლა ძველი დიდი ეკლესიიდან ამოვაკითხოთ მონასტერს, სადაც მამები ცხოვრობენ. ახლა დილა, აქ როგორც ყოველთვის ახლაც სიწყნარია. აი ეს ძირითადი კედლები აქ არის, სტუმრებისთვის კედლები და ამავე დროს შიგნით არის სამლოცველო. მარჯვნივ საოსტიგნია. Istiaje, აი აქ მცირე კედლებია, ძალიან პატარ-პატარა კედლები. ერთ-ერთი სხვათაშორის მეცხოველი პალმოსენებული აქეთკენ. აქეთ უკვე პატარა დერეფანია და სამლოცველოშია შესასვლელი. ეხლა სოფლის პატარა ბიჭები ამოსულა მოკიდლად ეხლა უცხოში არის. დანარჩენი კედლებია, სახლებია. თითო სახში თითო მამაც ცხოვრობს. სიმინდის ხანაა დაწესილი უკვე, იქ ფუტკრებია. ახლა ვნახოთ როგორ ურგიან მამები თავიანთ საკუთარ პირუტყვს.
Hadi. გამარჯობათ. მინოლბას გილოცავთ. გილოცავ. დაიწყეს წელა თუ არა ჯერ? კი, ორი ბოძოლე უკვე ერთი მაგარჩენი. Აბას მამა ხილად ახლა ჩვენ. Եվ ժալիզეთი მთლიანად დღეში დილასაღამო 6 ლიტრამდე არის. ო, ეს 6 ლიტრამდე ადიოდა, მაგრამ ახლა უკვე მეორე წელია რა, მეორე წელი სრულდება რაც ის ხბო არის ამის. ეს ხბოთი შეხვდა უკვე. აი ეს ერთ-ერთი დამხმარე სათავშია, სადაც ყველი ამოყავთ, თაფს წურავენ, ინახავენ ბოსნიურ და ასე შემდეგ. საკვირაო წირვას და მით უმეტეს დღესასწაულებს სქურის მონასტერში მდებარეობის მიუხედავად საკმაოდ დიდი მრევლი ესწრება. სქურელები ნელ-ნელა იკრიბებიან ხოლმე ამ პატარა სამოთხეში და ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ სოფელი მცირე ხნით მისამართს იცვლის. ამასობაში მონასტრის წინამძღვარი მამა ისაია ბეჭვაიაც ამოდის. ჟუტალსა ორგისას იჩაბუკეშენი, წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათის დარჩენებულთა. ოლა წმინდისა, უხსნელისა, უფროსა, კურთხეულისა, დიდებულისა, დედოფლისა, ჩვენისა, ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა, მარიამისა და ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა თავნით თვისი და ურთიერთა არც და ყოველი ცხოვრება იჩვენით ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა შევედროთ. შემოსმითა შეითა არ მარცხშეთვა დოლად მეფისმეფითა და სადენიშნე უკმარიქნეს ეჩქილნი აწდა მარადის და უკუნიჩი უკუნიშამდე ამინ და დავით აღსაიქილა რამე თუ საწნა უჩნა ჰორიათა მას შეძეთ აყვანისე და შეუძეთ ქრისტესა ვაცხოვლენ ჩვენ შეოფისაო Alcomilum cretisem carubem misheni. Alleluia. Danso gebosat besas aulisasat kurielis sulicem sevedeshetas mita kanak liberatu orta vate masquarasveno. Rumelsas purotes movidiceta das vendins arus როგორც ვხედავთ, მკვლელსახურება ჯერჯერობით სენაკებში გამართულ მცირე სამლოცველოში მიმდინარეობს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, აქვე ააგონ საყდარი თუ ქვევით არსებული დიდი ტაძარი აღადგინონ. თავარი ისაა თუ რა სახსრებს მოუყრიან თავს.
სქურის ტაძარი და მისი შემოგარენი არქეოლოგიურად ნაკლებად არის შესწავლილი და ისტორიული საბუთების მეტად მწირია. არადა ჩვენს წინაშეა საკმაოდ ძველი და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დარბაზული საყდარი. ცენტრალური სამლოცველო სიგრძეში დაახლოებით 14 მეტრია, სიგანეში 8, ხოლო სიმაღლეში სულ მცირე 12 მეტრი მაინც იქნებოდა. კამარა დაახლოებით 70-80 წლის წინ ჩამოქცეულა უყურადღებობის გამო. აღმოსავლეთ ფასადის დაკარგული ქვების დიდი ნაწილი, როგორც შეფარვით ამბობენ, წისქვილის დოლაბებადაც კი გაუთლიათ. ეს მცირე ხეობა ხომ ადრე წისქვილებითაც ყოფილა ცნობილი და მდინარესაც ამიტომ მიუღია სახელწოდებად წისქვილის წყალი. აღმოსავლეთის ფასადზე პერანგის თლილი ქვების მხოლოდ ქვედა რეგისტრებია გადარჩენილი და სარკმლების გაფორმებაზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის. მთლიანი ტაძრის სიგრძე დასავლეთის მორღვეული კარიბჭის ჩათვლით გარედან სიგრძეში 21 მეტრია, ხოლო სიგანეში სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენების გათვალისწინებით 20 მეტრი. კამარები არც მინაშენებს აქვს შენარჩუნებული. მინაშენთა აღმოსავლეთ მონაკვეთებში ეკვდერებს ვხედავთ. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილში ჩადგმული ყოფილა მეორე კარიბჭე, რომელიც ისევე როგორც დასავლეთის დიდი კარიბჭე, უთუოდ ორფერდა სახურავით იქნებოდა გადახურული. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე კარიბჭე უსამკაულო არ უნდა ყოფილიყო. ამას გვეუბნება კარიბჭეებიდან ძირითად დარბაზში შემავალი ორივე კარის მორთულობა. სქურის ტაძარის ზოგადი ნიშნებით მეათე საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლია. იგი დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზთა ორი მეფის, კონსტანტინე მესამის ან გიორგი მეორის ზეობის ხანაში უნდა იყოს აშენებული. სასწორი უფრო გიორგი მეორისკენ იხრება, რამე თუ ეკლესიისადმი ყურადღებით და სიძლიერით სწორედ იგი გამოირჩეოდა. აქედან იყო კარიბჭე, მეორე კარიბჭე.
ეს ერთი კარიბჭე ხო იქით იყო. თავი კარიბჭე დასავლეთიდან იყო. დაკიდანაც იყო კარიბჭე, მაგრამ აი აქ როგორც აქ იყო სათავსო, აი ესეთი აქ ხო ეკვდერია. აი აქაც ხედავთ თაღია, ძველი თაღია დარჩენილი. აქაც იყო სათავსო ეს გადმოდის აქ. მაგრამ მე ეთყობა დაინგრა და ნახეთ აი ეს სხვა ქვებით უკვე რიყის ქვებით. და კირის დუღაბის გაკეთებულია კონტრფორსია გაუმაგრებიათ. თორე ნამდვილად ჩანს, აი თაღი ჩანს, აი როგორც აქ იყო. აქ თაღური შესასვლელია. და გეგმარება ცნობილი გეგმარება, მაგრამ ეს უფრო ძველი ეკლესია როგორცაც ჩანს. და ეს ნამდვილად მე-10 საუკუნისას გავს რა ესე. მე-10 საუკუნის აქეთ აღარ არის აშენებული ეს. აი ეს ქვა მაინტერესებს, ასეთი ქვა ხდება სადღაც ჩვენ კიდევ. სად არის ასეთი ქვა, აი სად მოიპოვება? აქაური კოდები აქაური ქვა არის ესენი ამბობენ. ხოდა აქაური ქვის ისტორია, ბატონო გელა, ისტორია როგორ არის? მსხვერპლი ქვა და არის მწიფი ქვას ეძახიან. ამას ეძახიან მეგრული სიტყვა სასკბე ქვა. სკბი ქვია მეგრულად, რომელიც წისქვილზე მუშაობს და ამ წისქვილის დამამუშავებელი ისტორიას ქვია მეგრულად, აი ზუსტად გაკეთებული არის მიმართულება სასკბო ქვა. იმიტომ ითვლება ეს ღარში, იმიტომ ითვლება ეს ყველანაირ მოყვანილობაში. აი თაღებში რო დავამი შაქვასავით არ არის. არა, რა თქმა უნდა, ძნელია დასამუშავებელი. იმას აკავს ვაფია, ბაზალტს გავს უფრო. დიახ, ბაზალტის ქვას. სხვათა შორის შავი ქვა არის. აქ მოიგო ადგილობრივია. რუხი ქვა რა. გარდა იმ რუხი ქვისა გამოყენებულია შირიმის ქვაც. რუსების სპანდიაკის სპანდიაკი. ეგეც ეთყობა სადღაც არის აქ. აქ იჭრება ესე, საბადოი ამისაც აქ არის ამის ის. ზევით რაღაცა იყო ფასადში ეთყობა ეგ ძალიან ზემდასდგენია რა იყო ეგ. შეიძლება ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი ქვა ჯვარი. მაშინათვე გადაწყვეტილი იყო ეს მოსახატა და მოხატულიც იქნებოდა იქ აი საღებავების კვალია კიდე საღებავების კვალია ნახეთ აი სამი თაღია 1 2 და 3 მარტივი ისინი არა ქვია პილასტრები ერთსაფეხურიანი პილასტრებია მაგრამ ძლავრი პილასტრებია ძალიან და ახლოა რომ კარგად დაეჭირა კამარა როგორც ითქვა მონასტრის წინამძღვრს ამ ტაძრის აღდგენის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ სათანადო სახსრების მოძიების გარდა სიფრთხილეცაა საჭირო, რადგან სქულის ეს ისტორიული ნაგებობა მნიშვნელოვანი საეტაპო ძეგლია. ერთდროს მისი აღდგენა გამოჩენილ მეცნიერს ვახტანგ ცინცაძეს სურდა, მაგრამ არ დაცალდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მის პროექტზე მუშაობა ჯავარსალიან დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ ისიც გარდაიცვალა. მაგრამ ისეა რომ მობძანდით აი პირდად ამ მდგომარეობაში იყო მაშინაც არა თუ იმის მერე დააკლდა კიდე რამე არაფერი არ დააკლდა აქ მანამდე იყო კიდევ დელმონაზონი რო იყო ივანე სამუშია იმან დიდი შრომა გასწია იმის დახმარებით აი ეს შიგნიდან რაც არის ახლა რასაც ხედავთ ქვები გამოზიდული რო არის იმ ადამიანმა გააკეთა ის სხვა ეპარქიაში ამჟამად ხმარებოდნენ სხვების და მამა აბრაამი მორჩილებაში აქ იყო კი ერთად იყვნენ მამა და მამა აბრაამი ერთად იყვნენ ეხლა მამა ლაზარეს უნდა შევეკითხო იმიტომ რომ აქაურია დიახ ბავშვობა აქა გატარებული და შენ როგორი გახსოვს მოვდიოდით რა თქმა უნდა ზაფხულობით ამოვდიოდით აქა მოვდიოდით სტუმრებთან ერთად ვანახებდით და მაგ დროს როგორ იყო იცით ბატონო აი ეს იყო მაგ დროს ტყედ გცეული მაგ დროს იყო აქ ნაფეხურებსაც ვერ ეძებდი იმიტომ რომ არ იყო ლოცვა რაც მამები მოვიდა რაც მე მამების მოსვლიდან როგორც გამოჩნდა ეს ყველაფერი ლოცვით გამოჩნდა შრომით გამოჩნდა
და ეხლა არის ვალდებულება რა ქართველი ერის მიმართ და ჩვენი კუთხის მიმართ რომ ამ ტაძარში ლოცვა უნდა აღსდგეს. ძნელი აღსადგენია, მაგრამ აღდგენა რა თქმა უნდა შეიძლება და თანხებია საჭირო ამისთვის. სპონსორია საჭირო, ღვთისმიერი კაცია ვინმე გამოჩნდეს, უფალმა უნდა გამოაჩინოს როგორც თქვენ ბრძანეთ ასეთი კაცი და ძალიან ფაქტიჟად არის აღსადგენი. ისი არა ზოგიერთი ეკლესია როა აღდგენილი. აქ უნდა დარჩეს ძველი რაც არის ის უნდა მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული და ახალი რაც იქნება ისიც მკაფიოდ იყოს, რომ ადამიანი რომ მოვა ერთი მხრივ რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს უფლის სახლია და მეორე კიდე ის არის რომ აქ ადამიანი რომ მოვა ძეგლს როგორც ძეგლს თავის ისტორიას ისე უნდა შეხედოს და უნდა გაარჩიოს სად არის მე-10 საუკუნე და სად არის 21 საუკუნე. აი ესე უნდა აღდგეს. როგორც ადრე ვთქვით, სქურის ტაძრის თაობაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება. ისტორიულ საბუთებში იგი მხოლოდ მე-17 საუკუნეში ჩანს. 1639 წლის 26 ნოემბერს საბდარი მოუნახულებიათ სამეგრელოში მყოფ რუსეთის მეფის ელჩებს ზახაროვსა და ელჩინს. რუსი ელჩების დანატოვარი წერილიდან ირკვევა, რომ ეკლესია მთელი იყო და მონასტერიც მოქმედებდა. საკურთხევლის კედელზე შიგნიდან ხის დიდი ჯვარი ყოფილა მიმაგრებული, ხოლო გარედან რკინის ჯვარი. გარდა ამისა, ეკლესიაში მდგარა კანკელი, სამღვდელმთავრო ტახტი და ტრაპეზის ხის ქვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ასევე ჯვარცმისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს საყდარში წირვა ჩაუტარებიათ წალენჯიხელ ეპისკოპოს ანდრიას და მონასტრის წინამძღვარ ევდემონ არქიმანდრიტს. საგულისხმოა მეორე ცნობაც, რომელიც 1665 წელს წალენჯიხაში მყოფმა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა დაგვიტოვა, თუმცა იგი სიტყვა სქურელს სახეცვლილი ფორმით ხმარობს. სქურელ ეპისკოპოსსა თუ არქიმანდრიტს თავის სვანურ წარმომავლობაზე და სვანურ სამწყსოზე ბევრი უსაუბრია და უთქვამს, იქ აღარ ავდივარო. მაკარიოსის ეს ცნობა ირიბად ადასტურებს იმ გადმოცემას, რომ ერთ დროს მათ მიტოვებულ ეკლესიაში სვანეთიდან ჩამოყავდათ ბავშვები მოსანათლად. სქურში დღესაც ინახდებიან ბავშვები, ოღონდ უმეტესად მეზობელი სოფლებიდან. ემბაზი რა თქმა უნდა დანგრეულ საყდარში ვერ იქნება. ამიტომ მონასტრის მამებს ბუნებრივი ემბაზი აქვთ მოძიებული. საამისოდ ისინი მონასტრიდან დასავლეთით ჩამონავალ კიკომინის ჩანჩქერს იყენებენ. გილანებრეს ეს არის. გავალდინობას და ეს არის და გილოცა. ეს არის ძენი გოგო? ეს არის. შესმარი და და ეს არის ჩვენი ცნებათა შენ დასვლა და საქმეება და დაცვა რამე თუ მონა ეს ღვთისა ანდრიას ეცასი
კიკონილის ჩანჩქერი სკურის მონასტრისთვის თავისებური იორდანია.